არის ჩემი დეიდა. მას ადრეული ასაკიდანვე შექმნა პატარა პრობლემა. ესე დავარქვათ. ანუ სმენის პრობლემები. მიუხედავად ამისა, მან შეძლო რომ დაემთავრებინა ჩვეულებრივად სკოლა და მერე უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ფერწერის ფაკულტეტი. ამ ყოველფრის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ რაღაცა უფრო მეტი შეესწავლა მხატვრობის შესახებ და კერძოდ გაიტაცა ნაჭრის მოხატვამ, ანუ ბატიკამ. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ დღესაც სახლში იპოვა პატარა ნაგლეჯი და ჩვეულებრივ აკვარელის აღებავებით მოხატა. იმდენად ეფექტური და ლამაზი გამოვიდა ეს ყველაფერი, რომ გადაწყვიტა რომ პროფესიონალურად შეესწავლა ეს საქმე. ამით მან შეძლო ალბათ თვით რეალიზაცია. რადგან თეას თავის პრობლემის გამო ცოტა უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია. ამით ძალიან დიდი ინტეგრაცია მოხდა მისი საზოგადოებაში. ბატიკის ისტორია აზიიდან იწყება, კერძოდ ჩინეთიდან. არსებობს რამოდენიმე სახის ბატიკა, თუმცა ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, ცხელი და ცივი ბატიკა არის. თეა ძირითადად უფრო ცივ ბატიკაზე მუშაობს. კეთდება პირველ რიგში კეთდება მცირე ესკიზი, ანუ მხატვრის ჩანაფიქრი ზოგადად გადადის ფურცელზე. მერე ესკიზი დიდდება იმ ზომაზე, რაზომაც არის ჩაფიქრებული, შაბლონის სახით, შაბლონიდან მერე გადადის ნაჭერზე. ტიხრები კეთდება რეზერვინით, რეზერვინი არის წებოვანი მასალა, რომელიც კონტურების სახით იდება ქსოვილზე. როდესაც გაშრება რეზერვინი, მერე იწყება უკვე ფერის ჩასხმა, სხვადასხვა ფერის ჩასხმა და უკვე ამ რეზერვინის საშუალებით კეთდება ტიხარი, რომ ფერები ერთმანეთს არ შეეყვაროს. ბატიკა იხატება სპეციალური საღებავებით, რომელიც არის განკუთვნილი ქსოვილისთვის. შესაძლებელია ნებისმიერი ტექსტილის, ანუ დიზაინში გამოყენება ნებისმიერი ტექსტილის სახით. ანუ შესაძლებელია იყოს ფარდა, სუფრა, რაიმე გადასაფარებული უბრალოდ დეკორაცია. ცხელი ბატიკის შემთხვევაში ძირითადად პანოები კეთდება, ესე ვთქვათ, ფერწერული ნამუშევრები. ძირითადად ყველაზე ეფექტური და ყველაზე ხარისხიანი ნამუშევარი ნატურალურ აბრეშუმზე გამოდის. ბატიკა იმით არის ძვირფასი, რომ ორი ერთნაირი ნამუშევარი ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მაინც ექსკლუზიური გამოდის და მით უმეტეს ხელნაკეთი არის ეს ყველაფერი. თეას აქვს განსხვავებული ტიპის პალიტრა, განსხვავებული რაღაცნაირი ხედვა, გამოუყენებია ცივი ტექნიკაც, ცხელი ტექნიკაც ერთად, რაც რეალურად მიღებული არ არის ბატიკის შემთხვევაში, თუმცა თეას უყვარს ესეთი ექსპერიმენტები. თეას ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია დღეს მხოლოდ მასთან სახლში. გამოფენებში, რა თქმა უნდა, იღებს მონაწილეობას, ძირითადად შერეული ტიპის გამოფენებში. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გემოვნებას ამ შემთხვევაში. თეას ეს ყველაფერი განსაკუთრებულად და განსხვავებულად აქვს და ეს
რაღაცა ნიჭით დაჯილდოვებული არის განსხვავებული. თითოეულ ნამუშევარში გარდა იმისა, რომ დებს ძალიან დიდ შრომას, ძალიან დიდ ენერგიას, დებს თავის ხასიათს. ეს შემთხვევაში რაღაცის სწავლა ცოტა რთული არის, რადგან მისი პრობლემის გამო მას ძალიან უჭირს რაღაცის მოსმენა. ამიტომ თვითონ ცდილობს ყოველთვის, რომ რაღაცას მიაგნოს, რაღაცა იპოვოს, რაღაცა აღმოაჩინოს, ასე ვთქვათ. იმდენად მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი ადამიანია თავის შემოქმედებაში, რომ არ ვიცი სად ამოყოფს ოდესმე თავს, რადგან მაინც ცდილობს, რომ განვითარდეს.